Elhamdülillah, elhamdülillah, elhamdülillahi nehmeduhu ve nesta'inuhu ve nestağfiruhu ve ne'udhu billahi min şururi enfusina ve min seyyiati amalina. Men yehdillahu fela mudille leh ve men yudlil fela hadiye leh. نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم شهر رمضان الذي أنزل فيه القرآن هدى للناس وبينات من الهدى والفرقان فَمَنْ شَهِدَ مِنْكُمُ الشَّهْرَ فَلْيَصُمْ إلى آخر الآية وقال رسول الله صلى الله عليه وسلم من صام رمضان إيمانا واحتسابا غفر له ما تقدم من ذنبه صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო ალლაჰის წყალობით ჩვენ კიდევ ერთხელ მადმოსილი თვის რამადანის ზღუდზე დავდექით 19 თებერვალს ხუთშაბათს ინშაალლაჰ იწყება ეს უძვირფასესი თვე შესაბამისად მორწმუნეებს მარხვა გვევალება ეს არ არის ჩვეულებრივი თვე ეს არის დრო რომელიც ალლაჰმა სხვა თვეებს შორის გამოარჩია წყალობის, მიტევებისა და ჯოჯოხეთის ცეცხლის გზან ხსნის პერიოდად. რამადანი ერთადერთი თვეა, რომელიც სახელდობრ მოხსენიებულია ყურანში. სწორედ ამ თვეში მოევლინა დედამიწაზე კაცობრიობის გზამკვლევი ყურანი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს. რამადანის თვეა რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხთათვის და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზისა და განმასხვავებლად ჭეშმარიტებისა ბათილისაგან და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე იმარხულოს მასში ეს თვე განსაკუთრებული შესაძლებლობაა მორწმუნისთვის დრო როცა უნდა მივეჯაჭვოთ ყურანს მისი კითხვით გააზრებით და სწავლების პრაქტიკაში განხორციელებით. შუამავალი მუჰამედი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალლემ გვამცნობს, როდესაც რამაზანი დადგება, სამოთხის კარები გაიხსნება, ჯოჯოხეთის კარები დაიხურება და თავგასული სატანა ჯაჭვებით დაებმება. ეს ნიშნავს, რომ ალლაჰი გვაძლევს განსაკუთრებულ შესაძლებლობას გავიწმინდოთ და მასთან დავუახლოვდეთ. სანამ რამაზანი დადგება, უნდა შევხვდეთ მას სრული მზადყოფნით. ეს იწყება გულწრფელი განზრახვით, რომ ეს თვე ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის გავატაროთ. უნდა მოვინანიოთ ცოდვები და უთხოვოთ ალლაჰს პატიება. კარგი იქნება თუ წინასწარ დავისახავთ მიზნად, დავიცვათ მარხვა გულწრფელად. ყოველდღიურად წავიკითხოთ ყურანი, ჩამოვიყვანოთ ერთი ხათმი მაინც, დროულად შევასრულოთ სავალდებულო ლოცვები, ვილოცოთ თარავი და ნაფილე ნამაზები, გავაძლიეროთ დუა და ზიქრი, გავიღოთ მოწყალება და გადავიხადოთ ზექათი, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა როგორც ოჯახთან, ასევე ადამიანებთან. ძვირფასო მორწმუნეებო მარხვა მხოლოდ საკვებისა და წყლის მიღებისგან თავის შეკავება არაა. მარხვა სულიერი სკოლაა. მარხვა ნიშნავს, რომ ჩვენი ენა დაცულია ტყუილისაგან, ჭორებისაგან და შეურაცხყოფისაგან. ჩვენი თვალები არ უყურებს ჰარამს, ჩვენი ყურები კი არ უსმენს იმას, რაც გულს აბინძურებს.
მარხვა ნიშნავს გულის გაწმენდა შურისგან, სიძულვილისა და ბოროტის რახვებისგან. შუამავალი მუხამედი სალლალაჰუ ალეიჰი ვესელემ გვაფრთხილებს, ვინც ტყუილის თქმას და ტყუილით საქმის გაკეთებას არ შეეშვება, ალლას არაფერში სჭირდება მისი შიმშილი და წყურვილი. ასევე ბრძანებს, მარხვის დროს არ თქვათ ცუდი სიტყვები და არ იჩხუბოთ. თუ ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებთ, უთხარით, მე მარხული ვარ. ეს ხადისები გვახსენებს, რომ მარხვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქცევებისა და ხასიათის გამოსწორებაა. მარხვა გვასწავლის მოთმინებას, თავშეკავებას, თავმდაბლობასა და თანაგრძნობას. მარხვის დაწყებისა და დასრულების დრო მკაცრად უნდა დავიცვათ. მარხვა იწყება ცისკრის დროს, ფეჯრის საადიყის შემოსვლასთან ერთად და მთავრდება საღამოს ლოცვის დროის დადგომით, იფთრისას. მარხვის დაწყებისა და დასრულების დრო მითითებულია როგორც ლოცვის, ასევე მარხვის სპეციალურ კალენდრებში. მარხვის დაწყების დროა კალენდრებში მითითებული ცისკრის დრო, ანუ ამ დროს ჭამა აუცილებლად უნდა შევწყვიტოთ. ხოლო მარხვის დასრულება, იფთარი, საღამოს ლოცვის დროა, ამ დროს კი შეგვიძლია მივირთვათ საკვები. მარხვის დაწყებისა და დასრულების დრო აუცილებლად უნდა დავიცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მარხვა დაგვერღვება. რამაძანი ასევე გულმოწყალებისა და დახმარების თვეა. ეს არის დრო, როდესაც მორწმუნემ უნდა გაიხსენოს ღარიბი, ობოლი და გაჭირვებული. ქველმოქმედება ამ თვეში განსაკუთრებულად დაფასებულია და ალლაჰი მრავალგზის აჯილდოებს ქველმოქმედ ადამიანებს. შევეცადოთ, ეს თვე სულიერ ატმოსფეროში გავატაროთ, შევურიგდეთ დამდურებულებს. ალლაჰის შუამავალი ბრძანებს, ხუთი დროის ლოცვა და ჯუმა ერთი ჯუმიდან მეორემდე და რამაზანიც მომდევნო რამადანამდე ცოდვების მიტევების საშუალებაა, თუ ადამიანი დიდ ცოდვებს ერიდება. მაშ ძვირფასო მორწმუნეებო, დრო ძალიან სწრაფად გადის. ასეა რამაზანიც, დღეს ველოდებით მას, ხვალ კი უკვე მისი დასრულების დღეებს დავითვლით. ბედნიერია ის, ვინც ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და რამაზანის თვეს მარხვით, ღვთისმსახურებითა და კეთილი საქმეების კეთებით გაატარებს. ხუთბა კი შუამავლის სალლალაჰუ ალეიჰი ვესელემის შემდეგი ხადისით მინდა დავასრულო. ვინც რწმენითა და ალლაჰისგან ჯილდოს მიღების იმედით იმარხულებს, მას წარსულში ჩადენილი ცოდვები მიეტევება. ელა ინნა ახსანალ კალამი ვა აბლაღან ნიზამ კალამულლაჰილ მალიკილ აზიზილ ალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون بسم الله الرحمن الرحيم